ეკონომიკის სამინისტროს ახალი აგრესიული პოლიტიკა უკანონოდ მითვისებული, მაგრამ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი შენობები აუქციონზე გაიყიდება სადმიდიო და ის თანხები, რომელსაც შენობების მეიჯარეები იხდიდნენ. ლელა ციკლაური გიამბობს მაქინაციის დეტალებზე, ნახეთ სადმიდიო და შავი ფული და ვის საკუთრებაში გადავა ის 300 ობიექტი, რომელიც წლების განმავლობაში ფულის კეთების კარგი საშუალება იყო. ეს არის სანდროეულის ნომერ 7-ში მდებარე ყოფილი მეცნიერებათა აკადემიის საკონსტრუქტორო ბიუროს შენობა, რომელიც უკვე 4 წელია სახელმწიფოს კუთვნილებაა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. შენობის დირექტორს 4000 კვადრატული მეტრი ფართი სხვადასხვა ფირმებზე აქვს მიქირავებული. შემოსავალს კი მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლები ინაწილებენ. ყველა მოიჯარის ხელშეკრულებებს ვადა აქვს გასული. სახელმწიფო ფართებს კი ფირმები დღემდე უკანონოდ ფლობენ. მარტო მე არა ვარ აქ მეწარმე, ჩემს გარდა კიდევ ბევრი მეწარმეა და სასურველია რომ ეს აზრი საერთო იყოს და თქვენ ვის უხდით კონკრეტულად ფულს? აქაური ვინც არის აქაური ასე ვთქვათ დირექცია რა. ქრონიკის კამერას დღეს სახელმწიფო ქონების უკანონო მფლობელები ემალებოდნენ. ერთადერთი ვინც კომენტარზე დაგვთანხმდა ინდმეწარმე კონსტანტინე გაბაშვილია, რომელიც ნაქირავები ფართის 1 კვადრატულ მეტრში ოფიციალური მონაცემებით 1 ლარსა და 50 თეთრს იხდიდა. ეკონომიკის სამინისტრომ კი მონიტორინგის შემდეგ მას საბაზრო ღირებულების საფასურის გადახდა დააკისრა. ეკონომიკის სამინისტრო ითხოვს, რომ ეს სხვაობა დაუფარო დაახლოებით ამ 3 წლის განმავლობაში 100.000 ლარი. თუ მათ არ იცოდნენ, რომ ეს ტერიტორია მათი გამკარგავი იყო და ვინ გაკარგავდა, რაშუაში ვარ ჩვენ. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მეწარმეების პრეტენზიები მათი მისამართით უსაფუძვლოა. არასაბაზრო ღირებულებით ფარც კომპანიებზე სწორედ შენობის ადმინისტრაცია აქირავებდა. დირექტორატი კვადრატულ მეტრ ფართზე დამქირავებელს იჯარას დედაქალაქის მერიის 2000 წლის დადგენილების მიხედვით ახდევინებდა. შემოსავალ თანხებს ვინახავდით იდო ეს თანხები რამდენადაც თქვენთვის გასაკვირი არ იყოს და უბრალოდ იმის გამო რომ ძალიან ცუდ პირობებში ჩავარდა შენობები, იძულებული გავხდით რომ სახურავები გადაგვეხურა. და ეს თანხები დაიხარჯა ემსახურავებზე. სავარაუდოდ ყველა საიჯარო ხელშეკრულებაში ოფიციალურად ჩაწერილი თანხა კვადრატულ მეტრ ფართზე ბევრად ნაკლებია. რეალურად კი მოიჯარე უფრო მეც იხდის. შავი ფული კი შენობების ადმინისტრაციის თანამშრომლების ჯიბეში ილექება. ეკონომიკის სამინისტრომ უკანონო მოიჯარეებისგან 800.000 ლარის ამოღება უკვე შეძლო. არ არის გამორიცხული საქმის გამოძიება პროკურატურამაც დაიწყოს. ამ გარკვეული პერიოდის მანძილზე მიუღებელ შემოსავალს რაღაც პერიოდში ალბათ დავაფიქსირებ და ამ კომპანიებს მოუწევთ ამ თანხების გადახდა, რასაც წლების მანძილზე არ იხდიდნენ. არსებული მდგომარეობის გამო მთავრობამ სახელმწიფოს კუთვნილი შენობების უკანონო მფლობელების მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. მოტივი მათი აუქციონზე გატანა და საპრივატიზაციოდ გამზადებაა. მანამდე კი სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზაციის დეპარტამენტთან ერთად შენობების მონიტორინგს გენერალური ინსპექციაც ახორციელებს. არავის არავის უკანონოდ აღებული თანხები განკარგოს იმ ეტაპამდე, სანამ მათ უფლებამოსილება არ მიეცემათ ამ სახსრების ლეგიტიმურად ხარჯვის. თუ რაიმე არ ხდებოდა აქამდე სწორად ჩვენი აგრესიული პოლიტიკა ამ ნაწილში იმაში მდგომარეობს, რომ უნაკლონივით შევთავაზოთ შემდგომში პოტენციურ ინვესტორს. სიტყვაში არ გადაგზავნოდა აქ. 300-მდე ობიექტიდან, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციო დამზადებს, 39 შენობა აუქციონზე ამ თვის ბოლოს გავა. მათ შორის მოხდა ვაკეში მდებარე წყალთმეურნეობის ინსტიტუტის ნაწილიც, სადაც უკვე მრავალი წელია კლინიკა იუნონაა განთავსებული. თუმცა ეს შენობა აუქციონზე მას დარჩება, ვინც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდის. მათ შორის შესაძლოა შენობის ახალი მეპატრონეები თავად იუნონას მფლობელებიც გახდნენ. აუქციონზე გასატანი შენობების შესახებ ინფორმაცია ინვესტორებისთვის საჯაროა და დეტალები სამინისტროს საიტზე დევს.